ამ სააღდგომოთ მოვიცალეთ და ძალიან დიდი რეორგანიზაცია ჩავატარეთ, საწყობები გამოვალაგეთ, გამოვყარეთ, გამოვიყანეთ, თუ კი რამის გამოტანა შეიძლება და უამრავი ჭურჭელი გვაქვს შეგროვილი გასაყიდად. ისეთი, რომელიც გვემეტება სხვებისთვის. შევცვალეთ, გადავახალისეთ, გადმოვახალისეთ. აი, რა ვიცი მე, მაგალითად ამ ჭიქებს ლარად გავყიდით, ბევრი გვაქვს. უამრავი. 2000 ცალია. აი, ერთ ლარად. ვიღაცას გამოადგება და ჩვენ აღარ გვჭირდება. ეს მოდელებიც ლარი, 2 ლარი მიახლოებით. წარმოიდგინე, აი ახლა ეს ბევრი შუშა გვაქვს, ნახე, აი. თავის დროზე ძალიან ბევრი მქონდა და ახლა დაგვიცალდა, აი ღვინის ჭიქებით მშვენიერი, ძვირფასი კი არაფერი არაა, მაგრამ 2 ლარად რა ვიღაცას გამოადგება. და ისარგებლებს. ჩვენ ვისარგებლეთ უკვე და კარგად სავსე გვაქვს ყუთები, შეხედე რამდენია. ესენი ლარებში, 2 ლარებში მიახლოებით. ახლა ასე 2 ლარად რა ვიცი, ლარად და 2 ლარად. ძალიან ბევრი ფაიფური გვაქვს შეგროვილი. ეს ძველი შეხედე. სულები. დაკარგებია. რასაც აღარ ვიყენებთ უკვე და ხო, რასაც ვეღარ გამოგვადგება. ამით ვეღარ ვშლით. ვეღარ ვშლით ჩვენ უკვე. ხო, ახლა დაგვიგროვდა ბევრი კაი ჭურჭელი და ვიღაცას ეხარბება. ეს დეკორაციებად რაც ჰქონდა, ფაქტიურად გამოუყენებელი ძველი ფაიფურებია. რა ვიცი, თავის დროზე მიყვარდა ესენი და ახლაც მიყვარს, მაგრამ ბევრი მაგ და რამდენი შეიძლება მქონდეს. ეს კოპლიანები, მე მგონი მარტო ჩვენ გვაქვს დარჩენილი, არც არის ეგ ასე. აღარსა და აღარ არის. ეს შაშაქრეები რა კარგია, თავის დროზე გიждდებოდი, მომწონდა. ეხლა ძალიან აქტუალურია ხო ეს ეს მოსწონ? ძალიან. ხო და ვიღაცას გამოადგება და აღარც არის რა ეს ბლო ჩვენ რო შენახული ვქონდა თორე ეს პერიოდი უკვე ბაზარზე აღარ არის. მართლა მაია? არა. მე დიდი ხანია აღარ ყოფილი ვარ, აღარც ნავთლუღში, აღარც არც. მეც ვეღარ დავდივარ, მაგრამ მე ხო ვიცი, აი ეს ჭიქებიც ესენიც არ გვადგება ჩვენ და ხო და ვიღაცას რესტორანია, კაფე აქვს 2 ლარად, ახლა ეს ნაჩუქარია. გადასარევი საქსებიც არ შედის ჩვენ სტილში და რატომღაც ვერ მოვახდინეთ ყვავილების არქონის გამო ჩვენ ბაღს და ესე თქვენი ნაგროვები კოლექცია. ძალიან გადავახარისხეთ ეხლა და გვემეტება, რა ვიცი, აი თავის დროზე დიდი სიხარულით მგაკ ყველა ناقიდი. ნაჩუქარი აქვს, არაფერი არა. თავის დროზე იაფათ, მაგრამ ახლაც არ მენანება. ეს სარყები კიდე რა ვიცი 300 ცალი გქონდა ალბათ და გადმოვაწყვეთ რაც აღარ გჭირდება. ხო, ვიღაცას ძალიან უნდა. ბევრია ერთი კვირა, ეხა კიდე აქ შაბათკვირის ჩათვლით, მოკლედ დიდად ავეჯიც გვაქვს ბევრი. მაგალითად ამ ბუფეტს 500 ლარად შეველებ. ხო, ვიღაცას ძალიან გამოადგება. აქეთ კიდე გაჩვენო წამო როგორი ბუფეტია. ის ბელგია. ვიყიდე 1500 მივაცი. ცხეთიდან ჩამოვიტანე ის. აი შეხედე რა კარგია, შვენიერია, ჭურჭლითაა გამოძეძგილი, მაგრამ გამოვათავისუფლებ 800 ლარად. ნაჩუქარია ვისაც უნდა. არ მენანება. ეს რუსულია. ამასაც ადვილად გავიმეტებ. მოიცა. ეს ძალიან კარგი. ჯერთი რომ პატარა და კომპაქტურია, წასაღება ძალიან საყვარელი. უი, შიგნითაც რამდენი რამე ყოფილა. ხო. იმ ყვავილებს მაია 50 ლარად მივცემ. 5 ჯერ მეტი მაქვს მიცემული. არ მინდა, აღარ მინდა. კი ბატონო. რამდენი შეიძლება მქონდეს, ბევრი მაქვს. აი, ეს ძალიან საინტერესოა. ნახე რა კაია. ეგ მინიმუმ 1500 მაინც, ხო? რა ვიცი 1000 ლარად მივცემ ამას. მე მეკიდა კედელზე. და ძალიან კაი იყო. სავარძლებიც გავარესტავრირეთ, ნახე რა კაია. თუ კი ვინმეს გამოადგება. ეს კამები გვაქვს კიდე ბევრი. ეს გვაქვს 14 ცალ. ორი შერეული მოდელია, ნახეთ, ერთი ფიგურებით არის და ერთი სადაუფრო. მაგრამ სტილი ერთია და ერთი. გარესტავრირებულია, გაწიკწიკებული, გაახლებული. არ მენანება. ვისაც გამოადგება ახალგაზრდებს, თუ გამოადგებათ ან კაფეს აკეთებდეს, ან რამეს მივცემ. ბევრი აქ რაღაცას იპოვის ადამიანი. ფარდაგებია ძალიან საინტერესო კიდე, ძალიან. მე მგონი ესეც ჩვენ გვაქვს მარტო დარჩენილი, აღარც არის. რა ვიცი, ვიღაცა იპოვის ალბათ ეს ბალიშები, მე უკვე აღარ მარგია და გამოიყენებს ადამიანი. მოკლედ ამ შაბათ-კვირის ჩათვლით, თუ მოგინდებათ, დაგჭირდებათ, ბევრი აბაჟურია დარჩენილი, ბევრი ისინია ძველი აბაჟურები ნაჭრის. ბევრი ფერადი შუშა ამ შაბათ-კვირასაც ვიქნებ ბევრი აღარ დარჩა არაფერი შეცოტავდა ძალიან, მაგრამ თუ კი მოგინდებათ ამ შაბათ-კვირის ჩათვლით მობრძანდით და დღეს კი ახუთ შაბათი. ხო და აი პარასკევი, შაბათი და კვირა 3 დღე. მე უკვე ავალაგებთ და საწყობით გასავსე აღარც გვაქვს ადგილი ამისი. ხო, უნდა დავცალოთ. სხვა გზა არ არის, იმიტომ რომ ძალიან დიდი რეორგანიზაცია გავაკეთეთ, ბევრი გავაჩუქე, ბევრი ვაჩუქე, ჩემს ახლობლებს, ვისაც კი ჭირდებოდა, ყველას გავატანე. ზოგიერთი რამე გავყიდოთ, ზოგიერთი გავაჩუქოთ და ასე შემდეგ.
რა ლამაზებია ესენიც მაია. ეს შენია, ჩემი არა. ხო, აი ძელი. ძალიან ლამაზი ჩეხურია ეს, კაია. რა მხელა ნახე. რა კაი ბროლები შეგიგროვებია. შვიალები. ბროლები გვაქვს კიდე. ზემოთაც გვაქვს. ხო, რა ვიცი, თუ ადამიანი ისარგებლებს, ისარგებლოს, რა ეხა ვიცი. ფასებით სიმბოლურია ხა ეს თვითღირებულება ამისი ბევრად მეტი გვაქვს ჩვენ გადახდილი, მაგრამ ეხლა ესეა საჭირო. ახლა ასე გვინდა. ასე რა გვინდა. კარგია ესენით. ძველი რუსულია. ლამაზებია. ხელდგრავირებაა ეგეც. ხო. კი. ვიღაცა შეეხარბება. მოგონებებია. ზოგი მოდის, აი ბებიას მქონდა, ბავშვობაში მქონდა. ესენი ახლა მაგალითად ეს იაფად არ მაქვს ნაყიდი, მაგრამ გადახატულია ეს უკვე აქიდან დაკოპირებულია და ახლა თვითონ ეს თებში აღარ მინდა და. ზოგადად თქვენ ყვავილების გამოყიდულობთ. ყვავილების გამოყიდულობ, ხო? თუ გადაიტანოთ რაღაცას. ესეც მაგმიზნით მაქვს ნაყიდი. თავის დროზე. რომ ყვავილი გადამეტანა აქიდან. ამეღო ასლი. ის ყველა დაფებიც ბევრი გვაქვს. რა ლამაზია. კაბარეტკება. რა კაი თაიგულები აქვს მაია. კი, ძალიან. ესასოუსებიც რაც აღარ გჭირდება, ყველის დაფები. ეს ყველის დაფები ჩემ ბევრი გაქვს და კი. რა ვიცი თუ კი ესტუმრები ჩვენ ბახს ეხლა ტიტები ყვავის სამშაბათ კვირას შეგიძლიათ ნივთებიც გააყოლოთ თუ მოგეწონებათ. აი ესენი ძალიან იაფად შემიძლია 50 ლარად ახლა ამ ხელაბაჟურს ვინ გააკეთებს. აგერ დიდიც არის მშვენიერია, ცოტა სარესტავრირებელი. აქეთ შეხედე რა კარგებია. ამასაც მივცემ 100 ლარად არ დამენანება, გამოიყენებს ვიღაცა, მე რაღაც მინდა ხა, რამდენი შეიძლება მქონდეს. თავის დროზე ბევრად ძვირი მაქვს. ნახე რა კარგია, გადაკრულია, გაწიკწიკებულია. რესტავრაცია ისეთი დიდი ფუფუნებაა დღეს, რომ დღეს ხო. ნივთზე ძვირი ჭდება, როგორც ხელოსაინც აღარა, ესენი ნახე რა გამოვიდა ეს ფრანგულები. გადასარევი. საძინებელში, აბაზანაში ნახე რა კაია. სალონური არის. ხო. ბუდუარის არის. საივანზე ბაღში. ხო. იცი რა, ჩვენ ამ ნივთებით უკვე ვისარგებლეთ, ვისიამოვნეთ, მოვიყინჭეთ. კი. ახლა თქვენ ისარგებლეთ, ჩვენ გაგვიხარდება თუ კი რაღაცა პატარა ჩვენ შემოგვივა და ჩვენ ახალ ნივთს ხანაბის ვიყიდით. ეს შენი კოლექცია რა, შაგიწყვია აქ. ქსოვილები, რაც აღარ გჭირდება უკვე რაც შევკერეთ, ბალიშები შევკერეთ ძირითადად. უკვე აღარ გჭირდება ხო, ძველი ჩიტები. ინდური აბრეშუმებიც არის მაგაში. რაღაცები, კი. მოკლედ პარასკევს, შაბათს და კვირას გელოდებით. დროებით.